საკუთარი სახლი რომელშიც ცხოვრობ არ არის შენი აქტივი, არამედ არის შენი ვალდებულება. და რამოდენიმეჯერ გადავიკითხე ეგ მომენტი და სუფთა ფინანსურად აბსოლუტურად მართებული განმარტება არის, იმიტომ რომ აქტივი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც იქეთ მოაქვს ფული. ხო, რომელიც აგენერირებს ფინანსურ სარგებლობას, რა. და თუ ფინანსურ სარგებლობას არ აგენერირებს, ის აქტივი არ არის, ის არის პასივი, თავისი განმარტებით, რა. მიუხედავად რომ შენი საკუთრება არის, მას ჭირდება მოვლა, შენ ხარ მასზე მიჯაჭვული და ის არ გაძლევს ფინანსურ სარგებლობას, არამედ პირიქით შენახვა ჭირდება მას. ამიტომ აქედან გამომდინარე სუფთა კლასიკურად ეხა სახლის ყიდვა, ხო, გიჟური გადაწყვეტილება შეიძლება იმიტომ იყოს, რომ ვალდებულება დაიდე, მაშინ როდესაც ჯობდა, რომ შეიძლება აქტივი შეგეძინა და ის პირა გაგიქირავებინა. შეიძლება ეგ უფრო ჯობდა, ვიდრე ეს, მაგრამ ჩვენ კონტექსტში პირიქით ხო, მაგიტომ ვიდრე და ეგად ხო. ანუ პირიქით რო გექნა მაგაზე შეიძლება ვიღაცას ეთქვა ეს რა გიჟიო, მაგრამ თუმცა ხო მართალი ხარ რა, ანუ საბოლოო ჯამში ვიღაცა ფინანსისტები იტყოდნენ რომ ვერ არის ეს არა, მე ხა ესე ჰაერში ხوار ვამბობ ამას. იმის გათვალისწინებით ერთხარეს რა ფინანსური შესაძლებლობები იდგა და მეორეს რავალდებულება ავიღე, მაგ კონტექსტში შეიძლება გიჟობა ყოფილიყო, თორე ხო, მაგიტომ გონიბრული საქციელი იყო რა.